ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიუხედავად განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის კიდევ უფრო მატულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი იზრდება. Საქსტატის ბოლო 2023 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩა და 0.36% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქსტატმა აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. Შემოსავლებთან დაკავშირებით არის ასეთი კოეფიციენტი, ჯინის კოეფიციენტი ქვია, რომელიც განსაზღვრავს შემოსავლების უთანაბრობას, ასე რომ ვთქვათ. თუ ვთქვათ ჩვენ მოვიშველიებთ ჯინის კოეფიციენტს, გამოდის რომ მდიდრების შემოსავლები ხშირ შემთხვევაში იზრდება, ღარიბებისიც იზრდება, მაგრამ ვერ ეწევა იმ პროცენტულად მდიდრების დას. ანუ ეს ახლა გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ასე უცებ შეიძლება ეს ადამიანმა ვერ იგზნოს, განსაკუთრებით იმ ადამიანმა, ვისი შემოსავლების დაბალია. ჩვენ ვიცით, რომ ოფიციალური მონაცემებით საშუალო ხელფასი გაიზარდა წინა თვეს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკის სამსახური ამას ანგარიშობს ჯამურად კონსოლიდირებული მონაცემიდან გამომდინარე საშუალო გამოყავს. ხშირად არის ხოლმე სპეკულაციები და პიროვნებების გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ თქვათ მე არ გამზდია ხელფასი და როგორ გაიზარდა საშუალო ხელფასი. ხშირად ხვდებით ასეთ პრეტენზიებს. ცოტა რაღაც არასამართლიანი დათვაა, ანუ ჩვენ კანონმდებლობას მოვიშველიებთ არსებულ მეთოდოლოგიას, სტატისტიკის სამსახური არსებული მეთოდოლოგიით ამას სწორად ანგარიშობს. ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ ხოლმე, რომ საჭიროა მეთოდოლოგიის დახვეწა და უფრო თანამედროვე სიახლეების დანერგვა მეთოდოლოგიის კუთხით და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის ზრდა ფიქსირდება, საშუალო არითმეტიკული და გამომდინარე ეს რეალური ციფრია. ანუ მეორე თემაა ცალკე, ვთქვათ, რამდენი უნდა იყოს, ვთქვათ, საშუალო მინიმალური ხელფასი. ზოგადად ახლა ხელფასი ეს ცოტა ისეთი ზოგადი მცნება, ხელფასი ზოგისთვის შეიძლება 5000 ლარია ხელფასი, ზოგისთვის 300 ლარი, ზოგისთვის 400. ამიტომ აქაც გვინდა ჩვენ გარკვეული სტანდარტის დანერგვა, რომ ვთქვათ, ხელფასი არანაკლებ რამდენი ვთქვათ. თუ ჩვენ ახლა 100 ლარს და 200 ლარსაც ხელფასს დავარქმევთ, მაშინ მთლიანობაში სტატისტიკის სამსახური 100 ლარსაც ანგარიშობს, 200 და ჯამური გამოხავს. ამიტომ შეიძლება მაღალ ხელფასიანი პიროვნებების ხელფასი გაიზარდოს, თქვათ 15%-ით პირობითად რო ვთქვათ. დაბალ პროცენტიანების გაიზარდოს 10-ით. მაგრამ ჯამურად 10%-ზე მეტი გამოვა მაინც გასდა. აი ამაშია საშუალო არითმეტიკული გამოდის ამ შემთხვევაში. გამოსავალი არის ის, რომ არსებული ეკონომიკის ზრდის ფონზე ეტაპობრივად უნდა მოხდეს მოსახლეობის შემოსავლების ზრდაც და უფრო საგრძნობი უნდა იყოს მოსახლეობისთვის. დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ნაკლებად შესამჩნევია. მათი ჯამაგირი მაღალ ფასებს ვერ წვდება. გაზურებულია ყველაფერი იზია და ხალხი გაჭირებით ცხოვრობს, უჭირს, ძალიან ბევრს უჭირს. შეხედავ შეგეცოდები. საარსებობ მინიმუმი 500 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ იარსებოდა. დანარჩენი ახლა მარტო არსებობა ხო არ არის. როგორც ბორის ჭიჭინაძე გვეუბნება, დათვლის მეთოდოლოგიის დახვეწა და მასში ცვლილებები აუცილებელია, საიმისოდ, რომ კანონმდებლობა რეალობასთან ახლოს იყოს. ამ დროისთვის კი ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. ლიდერ ქალთა მე-11 საქველმოქმედო ღონისძიებაზე ონკოპაციენტებს, კერძოდ კი ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და ამ თემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი გზავნილი გააკეთეს. ასევე ღონისძიებაზე წარადგინეს საქართველოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალები და მათი მიღწევები საჯარო გახადეს. აღინიშნა, რომ ისინი თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. დღეს ლიდერ ქალთა საზოგადოებამ რიგით მე-11 ღონისძიება გამართა. საღამო მეძღვნებოდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს, ყავდა 30 ნომინანტი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ ჩატარდა ღონისძიება. და ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი გრანდიოზული მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება. ღონისძიებაზე ჩვენ გავიცანით და ვიხდეთ მორიგი წარმატებული ქალბატონები, რომლებიც ახლად შემოვარდნენ ჩვენ ორგანიზაციას. მოცემული ღონისძიება გახდა საკმაოდ პომპეზური, ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რაც თავარია, საკმაოდ დიდი მისიით დატვირთული. ღონისძიებაზე ჩვენ გავიცანით ქალბატონები, რომლებიც მოღვაწეობენ დღევანდელ ბიზნეს გარემოში და ქმნიან დღევანდელ ბიზნეს ეკონომიკურ გარემოს. მადლობას ვუხდით თითოეულ ქალბატონს მობრძანებისათვის და სტუმრობისათვის.
ევრო 2024-ის თემაზე დამზადებული საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაცია დაიწყო. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვა. მონეტების დიზაინის ესკიზები ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტების მწარმოებელი ლიეტუვის ზარაფხანაა. ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 130 ლარია, ოქროს მონეტისა კი 2200. დაძინებამდე არის ერთი რაღაც პატარა გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით. 26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და სხვებსაც შეაყვარა. თანამედროვეობის გამორჩეული კრიტიკოსი 86 წლის გახდებოდა. დოჩანაშვილის მოთხრობები და რომანები სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი, ასევე მისი ნაწარმოებების მიხედვით არაერთი ტელესპექტაკლი და ფილმი გადაიღეს. როგორც თავად მწერალი წერდა, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს ადრე მოკვდები თუ გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია, როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ. საკულტო ფიგურა არის, ამხელა აღიარება იშვიათად რომელიმე მწერალს სიცოცხლეში ვერ გებია. არის დიდი ექსპერიმენტების მოყვარული კაცი, რომელიც ესე იგი თავის ენას ქმნის ლიტერატურაში, რომელიც ერთი მხრივ არის ძალიან სახიფათოც, სარისკოც და დიდ გაბედულებას მოითხოვს და რისკსაც შეიცავს. ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა, ვიტყვი რომ მისი მიმბაძვა შეუძლებელი არის. მისი მთავარი ნაწარმოებიც თქვენ არის სამოსელი პირველი. სამოსელი პირველი, სადაც ის ავითარებს ბიბლიურ თემას, უძღების შვილის თემას ავითარებს და ამ ნაწარმოებში ცხადად ჩანს სიკეთის გამარჯვებისა და სიკეთის სიმბოლოზე აქ ლაპარაკი. არა მარტო მწერლობის სიმბოლო, არამედ უბოროტობის სიკეთის. ძალიან ბედნიერი ვარ პირადად მე, რომ მე მას შევხვედრი ვარ რამდენჯერმე პირადადაც და ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი კლასიკოსი, რომელსაც სიცოცხლეშივე ამხელა სიყვარული არ დაუმსახურებია და მხოლოდ სიცოცხლის შემდეგ გახდნენ ისინი საყვარელნი ბევრისთვის. აი დღეს მე არ მეგულება საქართველოში ადამიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ გურამ დოჩანაშვილს. ფედერალურმა მოსამართლემ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ როის ლამბერტმა დროებითი შემაკავებელი ორდერის შესახებ რადიო თავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც მაუწყებელს გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში დარჩენაში დაეხმარება. მოსამართლის განცხადებით, საინფორმაციო ორგანიზაცია 10 წლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკის გასატარებლად კონგრესმა განსაზღვრა და შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს ერთი წინადადებით და მცირე ახსნა-განმარტებით მისი დახურვა არ შეუძლია, პრეზიდენტის ბრძანების მიუხედავადაც კი. შეგახსენებთ 15 მარტს შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე შტატების გლობალური მედიის სააგენტომ რადიო თავისუფლებას გრანტები შეუწყვიტა და ამერიკის ხმის 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურება ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. 19 მარტს რადიო თავისუფლებამ მისი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიქს სასამართლოში უჩივლა.